მითების დამსხვრევის დროა მეგობრებო და მომეცა ამის საშუალება რომ დავამსხვრიო ან დავამოწმო ის რომ კი ნამდვილად არ არის მითი და აი ამ ძველ რუსულ კაპიკიანებში და მონეტებში ნამდვილად არის ოქრო. ერთმა კარგმა ადამიანმა სანდრომ ეხა მოვედი ზუსტად მომცა იმის საშუალება რომ ჩავატარო ეს ექსპერიმენტი და ოპერატორ მოიწია ნახეთ რამდენი რაღაცა მომცა. მოკლედ აი ესეთი ამბავია მეგობრებო. აქ არის სხვადასხვა ნომინალები, სხვადასხვა წლების მიხედვით აქ ამ კაცს სანდროს დახარისხებული და მადლობა სანდრო კიდევ ერთხელ რომ მომეც საშუალება. ეხლა მე ამებს ყველას გადავარჩევ. აი ამ ჭიქეთში სათითაოდ ჩავყრი და დავამუშავებ და ვნახოთ რას დაგვიტოვებენ ეს რუსული ხურდები. პირველი, აი პირდაპირ მიყურებს ავიღოთ აი ეს 1990 წელი. მეორე, აი ეს 3 კაპიკიანი. 1987 წელი. მესამე, 2 კაპიკიანი 1974 წელი. მე მაგალითად აქტუანებული ვარ როგორ აკურატულად და აი გამიზნულად კარგად მოვალა რომ იცის ადამიანმა როგორ აქვს დახარისხებული ეს ლოტებად რა და ეხა აი ამას გავხსნი. და ნახოთ ამაში რა არის. 1986 წლის 5 კაპიკიანი. კი ბატონო. ნუ ყურადღება მეიქცია 61-მა წელმა და ვნახოთ 61 წლებთან რა გვაქვს. და ესეც აუცილებლად ჩავაგდოთ და ვნახოთ რას იზავს. ნუ რო არ ამერიოს ყველა თავისი წლების მიხედვით გადავანაწილე. თავის ფურცელი უდევს ქვემოთ და გვეწოდინება და ნელ-ნელა ჩავასხავ. ძალიან ცოტა უნდა წესით რეაქცია ეგრევე უნდა წავიდე. ხედავთ როგორ რეაქციაში შედის. ეგრევე. ბევრი არ უნდა. დიახ და ეს ბოლო და ნუ რეაქცია ყველგან ერთდროულად წავიდა. ყველა მწვანე წყალი გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ლატუნთან. ნუ სპილენძი ლურჯით ხავს უშვებს. ნახოთ აბა რა იქნება. ესე ნახეთ რა ლამაზი პროცესია. ყველაზე მეტად 86-იანი 5 კაპიკიანი გაგიჟი და მე მოდი 1990-იანი 3 კაპიკიანი ცოტა ზარმაცებს. ნუ კაი დაველოდოთ ნახოთ რა იქნება დრო უნდა ამას ესე მალე არ გამოიწვევიან. გაგიჟებულები არიან ახთარაში არის. კირბადეები აუცილებლად. ნუ როგორც ხედავთ ჩამშვიდნენ, ჩამწყნარდნენ და ამას უკვე მთელი ღამე დატოვება უნდა და ხვალე უკვე გასაგები იქნება რაც იქნება და მე დაგითხრათ შევწდი წყლის ფერმა თავიდან მომატყუა ეს მონეტები არის სპილენძის. აბა ხვალამდე და ხვალ ნახოთ რას მივიღებთ. ეს მთელი ღამე უნდა ასე დარჩეს. მონეტები რო დავტოვე იქიდან გავიდა უკვე კაი დრო გავიდა რა რაც სითხეში დავტოვე და რა გამოვიდა არ გაინტერესებთ რა დარჩა რო დადნა რო გაქრნენ თუ არ გაქრნენ და როგორც მე ვხედავ არაფერს არ გამოვიდა. კაი ვნახოთ. так. აქედან წყალი დარჩა. აქედანაც მხოლოდ წყალი დარჩა. აქედანაც მხოლოდ წყალი დარჩა. აქედანაც ეგრე და აქედანაც ეგრე, აქედან დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ ის რომ და აგე ხელსაც მომეწყო. შეგვიძლია გავაკეთოთ ის რომ არანაირი ძვირფასი ლითონი გარდა ლატონისა ძველ საბჭოურ მონეტებში არ არსებობს. ეს არის მითი და თქვენ თვალწინ ეს მითი დაიმსხვრა. თუმცა ფანშაბიანის ფერი მიიღო, ხამწვანე ფერი მიიღო, რაც ახასიათებს სპილენძს, აღმოჩნდა რომ სინამდვილეში არის ლატონი, იმიტომ რომ ლატონმა იცის აი ასეთი ფერის წყალი. ნუ არაუშავს სხვა რამეებში გავაგრძელოთ ოქროს ძიები. დროებით.